საფრანგეთის, პოლონეთის და გერმანიის ლიდერების ერთობლივი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გსურს ქართველ ხალხს მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გაუგზავნოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. მაშასადამე, ჩვენ გმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უყუსლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნას გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ნათქვამია პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.